მოგესალმებით, ეს ახალი YouTube არხი დიდი ვეზირია, მე შოთა თხელიძე ვარ. ამ არხზე ძირითადად მოგიყვებით გეოპოლიტიკურ მოვლენებზე, გეოპოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც დღეს ვითარდება მსოფლიოში. შევეცდები ავხსნა მათი მნიშვნელობები, მათი შინაარსი, მათი ქვეტექსტები, რა მოტივაციებია ამ მოვლენებს უკან და რეალურად უფრო ცხადად შევხედოთ აი ამ ეპოქალურ ტრანზიციის პროცესს, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, სადაც შეიძლება ვთქვათ, რომ რადიკალური გარდაქმნები მიმდინარეობს საერთაშორისო სისტემის და ამიტომაც არის, რომ ჩვენ ასეთი სიხშირით ხედავთ ისეთი ინფორმაციებს, რომლებიც აქამდე გარკვეულწილად მოულოდნელობას წარმოადგენდა. გამომდინარე ეს ხდება იქიდან, როგორც ვახსენე, რომ დღეს არის გეოპოლიტიკური პროცესი ინტენსიფიცირებული, რომელიც ასე აქამდე არ ყოფილა, ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ეს არხი ამეკეთებინა, სადაც მაყურებელს ქართულ აუდიტორიას უფრო ახლოს და უფრო ღრმად ჩავახედებ ამა თუ იმ პროცესში მოვლენაზე წარმოდგენას შევქმნი და ასე ვთქვათ, როგორც ვახსენე, პროცესს გავყვებით და იმ ტრენდებს, რომლებიც დაწყებულია დღეს საერთაშორისო მასშტაბით. ხშირად არის, რომ ზოგადად საშუალო სტატისტიკურ ობიუატელს უჭირს გაგება ამა თუ იმ მოვლენის და ის ზედაპირულად რაღაც ინფორმაციულ ზედაპირზე, ასე ვთქვათ, მოძრაობს და მას უჭირს ამა თუ იმ მოვლენის ადეკვატურად ახსნა. Ну, რა თქმა უნდა, ყველა მოვლენას აქვს საკუთარი პერსპექტივა, მაგრამ ჩვენ მე შევეცდები, რომ რაციონალურობის ფარგლებში ავხსნა ესა თუ ის მოვლენა. ჩვენ შევეხებით ამა ყოველდღიურს თუ არა ყოველკვირეულ მოვლენებს არხი არ იქნება ყოველდღიური, შევეცდები რომ მაქსიმალურად ბევრი ვიდეო დავდო, მაგრამ კვირაში რამდენიმე აუცილებლად იქნება. ამ კვირის განმავლობაში მე შევეცდები მსოფლიოში მომხდარი გარკვეული, ასე ვთქვათ, კონკრეტული მოვლენები თქვენთან ერთად განვიხილო და მივყვე თუ რას ნიშნავს. დღეისათვის მე მოვამზადე 3 თემა. პირველი თემა ეს არის გახმაურებული მოვლენები თეთრსახში, ოვალურ კაბინეტში, შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის, რომელმაც საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია, პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ, რომ ამ მოვლენებს პირდაპირ ეთერში უყურებდა მთელი მსოფლიო და დარჩა გაოცებული. Ну, განვიხილოთ ეს ვერბალური ესკალაცია პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის, როგორ მოხდა. მეორე თემა შევარჩიე ეგრეთ წოდებული, შეიძლება ქართული მედია მით არ დაინტერესებულა, მაგრამ შევარჩიე თურქეთში ქურთა მუშათა პარტიის ლიდერის აბდულა ოჯალანის მოულოდნელი განცხადება საკუთარი პარტიის მიმართ, სეპარატისტული მოძრაობის PKK-ს მიმართ, რომ PKK-მ დაყაროს იარაღი და შეწყვიტოს პრაქტიკულად არსებობა. რატომ მოხდა ეს? ამას გეტყვით, ანუ რა შეიძლება იყოს ამის უკან, რატომ მანდა მაინც დღეს გაახსენდა აბდულა ოჯალანს, რომ PKK-მ იარაღი უნდა დაყაროს და მესამე თემა, რომელიც ასევე არათუ ქართული მედიის, არამედ ხშირად გლობალური მედიის ინტერესის მიღმაც რჩება, ეს არის ისრაელის პოლიტიკა სამხრეთ სირიის მიმართ და ზოგადად სირიის თანამედროვე ეგრეთ წოდებული ტრანზიციული ხელისუფლების მიმართ, რა გეგმები აქვს მის მიმართ და რა პროცესები ვითარდება სირიის სამხრეთში, ანუ ისრაელსა და დღევანდელ სირიის ხელისუფლებას შორის. Ну, ძირითადი მოტივი მეც არხის არსებობის განმავლობაში მექნება ის, რომ იმ თემებს შევეხო და ის თემები დავფარო, რომლებიც ძირითადად არ ხდება ხოლმე მეინსტრიმ მედიაში და, ну, ასე ვთქვათ, უფრო ინფორმაციული გავხადო ჩემი აუდიტორია. კარგი, ну, მოკლედ, პირველი თემა, როგორც გითხარით, ეს იყო ზელენსკის ვიზიტი ოვალურ კაბინეტში, თეთრსახში, ოვალურ კაბინეტში და, ну, თქვენთან ერთად დავიწყებ ახლა, აი ბოლო მონაკვეთის განხილვას, როდესაც ხდება გარკვეული შეხვედრა თუ სწორად მახსოვს იყო დაახლოებით 40 წუთიანი, მაგრამ ესეთი ეს კონფლიქტი, სიტყვიერ კონფლიქტი ბოლო მომენტში წარმოიქმნა, რომელიც მათ საკმაოდ ააკირავა ის დღის წესრიგი, რაც
ერთ მხარეს ან მეორე მხარეს ქონდა. ნუ სანამ თვითონ ვიდეოზე გადავიდოდი, ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც ხდება ამ დონის შეხვედრები ორ ქვეყნის ლიდერს შორის, აქ ყოველთვის უნდა ვეძებოთ ორივე ლიდერის ინტერესი და ამ ინტერესი უფრო ფართოცნება და ინტერეს უფრო ქვედაცნებები, ეს მიზნები და мотиваციები. ანუ რა мотивები ქონდა ერთ მხარეს ამ შეხვედრის მიმართ და რა мотивები ქონდა მეორე მხარეს და რა მიზნის მიღწევას ცდილობდა ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპი ან ვოლოდიმირ ზელენსკი. პირველი, ნუ მედიაში გაცხადებული იყო, რომ ეს შეხვედრა უნდა მომხდარიყო ეგრეთ წოდებული მინერალების ხელშეკრულების თაობაზე, უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, რითაც გარკვეული წვდომა გადაეცემოდა შეერთებულ შტატებს უკრაინულ მინერალებზე, რასაც ბოლო რამდენიმე კვირა დონალდ ტრამპი ითხოვდა უკრაინისგან და ნუ ეს საკმაოდ ისეთი აქტიურად განიხილებოდა მედიაში ეს თემა. თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ ძირითადი мотиვი ამ შეხვედრის არ ყოფილა ამ შეთანხმების გაფორმება. როგორც ვახსენე, ხა დონალდ ტრამპის мотиვი ძირითადად, იყო ის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი დაეთანხმებინა ცეცხლის შეზღუდვაზე და გარკვეულწილად ზელენსკის დისკურსში შეეტანა სამშვიდობო ნარატივი, რომ მაგალითად უკრაინას ჭირდება მშვიდობა, ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. ძირითადად ხო, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იყო ტრამპის ამ შემთხვევაში мотиვი და მისი მიზანიც. რატო იყო ეს ახლა? მოგეხსენებათ, ტრამპის მთავარი დაპირება ეს იყო აი ამ უკრაინის კონფლიქტის დასრულება, მშვიდობის დამყარება, მესამე მსოფლიო ომის თავიდან არიდება. ის თავის თავს თვლის საუკეთესო მომრიგებლად, ესე deal maker ინგლისურად და ეს მისი სტიქია, ესე ეგრეთ წოდებული მორიგება, შეთანხმება და ეგრეთ წოდებული, როგორც ვახსენე, ინგლისურად აი deal შეთანხმებების კეთება. საკუთარ თავი არაერთხელ შეუქი ამ მიმართულებით, რომ მე საუკეთესო ვარ ამ მიმართულებით და ნდოდა ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, აი პირველივე შეხვედრით ზელენსკისთან მიეღწია აი უფრო რაღაც ფართო მიზანს, რომ უბრალოდ ზელენსკის წარმოდგენაში ომის გაგრძელების სურათი შეცვლილიყო. ახლა საპირისპირო мотиვები და მიზნები გააჩნდა ზელენსკის. ზელენსკის სურდა, რომ დონალდ ტრამპი დაეთანხმებინა იმაზე, რომ ომი არ შეწყვეტილიყო ამ მომენტისთვის და ასე ვთქვათ, გაგრძელებულიყო შეერთებულ შტატების ჩართულობა ამ ომში, იქნებოდა ეს ფინანსური თუ სამხედრო დახმარების თვალსაზრისით. შეხვედრის ბოლოს აღმოჩნდა, ანუ ეს ვერბალური კონფლიქტი გამოიწვია დაახლოებით იმან, რომ ორივე მხარე შეხვედრის განმავლობაში მიხვდა, რომ ამ მიზანს ვერ აღწევდა, რომ მაგალითად ზელენსკი ვერ დაითანხმეს მშვიდობის ნარატივზე და ზელენსკიმ ვერ დაითანხმა შეერთებული შტატები კონფლიქტში ჩართულობის გაგრძელებაზე. The world. I'm aligned with the world. And I want to get this thing over with. You see the hatred he's got for Putin. It's very tough for me to make a deal with that kind of hate. He's got tremendous hatred. And I understand that, but I can tell you the other side isn't exactly in love with, him either. So it's not a question of alignment. I'm in line. აქ დასაწყისში ტრამპი ეხება მნიშვნელოვან საკითხს, ზოგადად ზიზღის და სიძულვილის საკითხს. ეს ბუნებრივია ყველა კონფლიქტის დროს ერთ მხარეს უჩდება მეორე მხარის მიმართ ზიზღი და სიძულვილი, თუმცა როდესაც ჩდება მოლაპარაკებების მნიშვნელობა დღის წესრიგში, რეალურად ეს თქვათ ეს ემოციური ნაწილი კონფლიქტის უნდა გადაიდოს გვერდზე, ან ჩაჩოჩდეს სხვა თქვათ დონეებზე, ტრამპიც ამას აღნიშნავს აი ამ შეთანხმების ხელოვნებიდან გამომდინარე, ის უთითებს ასე ვთქვათ ზელენსკის, რომ ამ შემთხვევაში ზიზღი და სიძულვილი არ გამოგვადგება, გვინდა მოლაპარაკებები პუტინთან ამ შემთხვევაში. ეს რაღაც უნივერსალური მოლაპარაკების მიდგომაზე საუბრობს ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპი და აღნიშნავს კიდევაც, რომ რეალურად უთითებს ზელენსკის, რომ მსგავსი მიდგომა ჩვენ არ გამოგვადგება. Aligned with the world. I want to get the thing set. I'm aligned with Europe. I want to see if we can get this thing done.
You want me to be tough? I could be tougher than any human being you've ever seen. I'd be so tough. But you're never going to get a deal that way, so that's the way it goes. All right, one more question. Hey, I want to respond to this. So look, for 4 years in the United States of America, we had a president who stood up at press conferences and talked tough about Vladimir Putin, and then Putin invaded Ukraine. ხო, აქ JD Vance-ი, ანუ რეალურად პირველად აყენებს დღის წესრიგში დიპლომატიის საკითხს. რეალურად ამით ის მიანიშნებს, რომ შეერთებულ შტატებს აღარ სურს ომის გაგრძელება და იცვლება შეერთებული შტატების მიდგომა უკრაინის კონფლიქტის მიმართ, რომ ის აღარ გამოიყენებს ხის სამხედრო ძალას ამ კონფლიქტთან მიმართებაში და მას ურჩევნია გამოიყენოს დიპლომატია, დიპლომატიური ენა. ანუ, ასე ვთქვათ, რასაც დონალდ ტრამპი იძახდა, შემრიგებლური ტონი უნდა გაჩნდესო, აგზელებს JD Vance-ი ამ მიმართულებით. Ukraine and destroyed a significant chunk of the country. The path to peace and the path to prosperity is maybe engaging in diplomacy. We tried the pathway of Joe Biden of thumping our chest and pretending that the President of the United States' words mattered more than the President of the United States' actions. What makes America a good country is America engaging in diplomacy. That's what President Trump is doing. Can I ask you? Sure. Yeah? Yeah. Okay. So he occupied our parts, big parts of Ukraine, part of East and Crimea. So he occupied it on 2014. So during a lot of years, so I'm not speaking about just Biden, but those time was Obama, then President Obama, then President Trump, then President Biden, now President Trump, and God bless, now President Trump will stop him. But during 2014, nobody stopped him. He just occupied and took. He killed people. You know what the contact 2015. 2014. 2014 and 2015. 2014. Yeah. So I was not here. Yeah, but that's exactly right. Yes, but during 2014 till 2022, yeah, the situation the same. The people have been dying on the contact line. Nobody stopped him. You know that we had conversations with him, a lot of conversation, my bilateral conversation, and we signed with him, me, like a new president. In 2019, I signed with him the deal. I signed with him, Macron and Merkel, we signed ceasefire. Ceasefire. All of them told me that he will never go. We signed him with gas contract. ხო, აქ უკვე ვოლოდიმირ ზელენსკი ერთვება საუბარში და რეალურად მოაქვს კონტრარგუმენტები JD Vance-ის სიტყვებზე და მას მოყავს 2019 წლის მაგალითი, როდესაც შეთანხმდა პუტინის უკრაინასა და რუსეთს შორის საფრანგეთსა და გერმანიის შუამავლობით შეთანხმება, ну, ყოების გაცვლის ახსენა, თუ სწორად მახსოვს და ომის დროებით შეწყვეტის, ну, მაშინ ახლა რუსეთს პირდაპირ არ აწარმოებდა ომს, ეს იყო დონბასის ფრონტი მაშინ და ну, ახსენებს, რომ ეს შეთანხმება პუტინმა არ შეასრულა და მისი ნდობა არ შეიძლება. ანუ რეალურად ხო, აი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დიპლომატიის მეთოდს ამ შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობების დაალაგების, ну, რუსეთთან მიმართებაში ურთიერთობების მეთოდების. თუმცა გარკვეულწილად ამ შემთხვევაშიც ზელენსკი манипуლირებს, რადგან ის, ასე ვთქვათ, ნიველირებს იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის მინსკის შეთანხმებები, რომელიც უფრო ფართო და ესეთი ჩარჩო ხელშეკრულებები იყო ამ კონფლიქტის დასარეგულირებლად და რომლის შესრულება, ასე ვთქვათ, თავის თავზე ვალდებულება აიღეს, ასე ვთქვათ, ევროპულმა ქვეყნებმა, კონკრეტულად საფრანგეთმა და გერმანიამ და თავად უკრაინამ, თუმცა ეს შეთანხმებები ამ შემთხვევაში მათ არ შეასრულეს, ხო? ალბათ კარგად გახსოვთ 2022 წელს ანგელა მერკელის ყოფილი კანცლერის გერმანიის და ფრანსუა ოლონდის განცხადებები, რომ მინსკის შეთანხმებები არ ყოფილა ამიტომ დადებული, რომ შეგვესრულებინა, უბრალოდ ეს იყო ასე დროის მოგების საკითხი და ну დაახლოებით იგივე განიმეორა მაშინ პეტრო პოროშენკომაც, რომელიც მაშინ იყო პრეზიდენტი და რომელმაც ამ შეთანხმებას მაშინ მოაწერა ხელი. Yes, but after that, he broken this ceasefire. He killed our people and he didn't exchange prisoners. We signed the exchange of prisoners, but he didn't do it. What kind of diplomacy, JD, you are speaking about? What do you mean?
I'm talking about the kind of diplomacy that's going to end the destruction of your country. Yes, but if you Mr. are President, not Mr. President, with respect, I think it's disrespectful for you to come into the Oval Office and try to litigate this in front of the American media. Right now, you guys are going around. ხო, აქ JD Vance უკვე იწყებს კონფრონტაციულ რიტორიკას და სინათლის შუქზე გამოაქვს ის მოვლენები, რომლებიც აქამდე დასავლური მედია მეტნაკლებად მალავდა, არაშუქებდა და ის ესეთი ნარატივი, რაც აქამდე არსებობდა უკრაინის შესახებ, იმის ასე თუ პარადიგმულ ცვლილებას ახდენს და აქ JD Vance ამბობს, რომ თქვენ ანუ უკრაინელებს აღარ გაქვთ ადამიანური რესურსი ბრძოლის გასაგრძელებლად, რომ ყოველდღიურად უკრაინის ქალაქების ქუჩებში კომისარიატის წარმომადგენლები დაძდევენ მამაკაცებს, აკავებენ, რომ ისინი ფრონტის ხაზზე გადაისროლონ. ნუ ასეთი საუბრები ჩვენ ბოლო წლებში, ბოლო მთელი ომის განმავლობაში დასავლური ლიდერებისგან პრაქტიკულად არ გვახსოვს, ეს პრაქტიკულად იყო არა მეინსტრიმული საუბარი და არა მეინსტრიმული თემები, რასაც დასავლელები საუბრობდნენ. ანუ რეალურად შემდგომ ასე თუ ტრამპი გააგრძელებს ამ საკითხს, გარკვეულწილად დისკურსული რევოლუცია ხდება აი ამ ოვალურ ოფისში შეერთებული შტატების მხრიდან. And forcing conscripts to the front lines because you have manpower problems. You should be thanking the president for trying to bring an end to this conflict. Have you ever been to Ukraine that you say what problems we have? I have been to. Come once. I've actually watched and seen the stories, and I know what happens is you bring them on a propaganda tour, Mr. President. Do you disagree that you've had problems bringing people into your military? ხო, JD Vance აგრძელებს აქვს და აქ და ნუ ზელენსკის თხოვს, რომ იყოს ასე ვთქვათ, მადლიერი და ესეთი გამოხატოს თავისი პატივისცემა პრეზიდენტის მიმართ, რომელსაც სურს აი ამ მოდი დავარქვათ ამას სასაკლაოს დასრულება და უკრაინის როგორც სახელმწიფოს გადარჩენა. And do you think that it's respectful to come to the Oval Office of the United States of America and attack the administration that is trying to prevent the destruction of your country? A lot of questions. Let's start from the beginning. Sure. First of all, აი ეს ფრაზა იყო ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი, როდესაც ზელენსკი ამბობს, რომ თუ ეხლა ომი გაჩერდება, ხო, თქვენ არ გძნობთ რუსულ საფრთხეს ამ მომენტში, მაგრამ თუ ომს თქვენ ახლა გააჩერებთ, მომავალში თქვენ იგრძნობთ საფრთხეს. ხო, ნუ თქვენ გიცავთ ოკეანეები, მარჯვნიდან და მარცხნიდან, მაგრამ თუ ომს ახლა ასე გააჩერებთ, თქვენ მომავალში იგრძნობთ საფრთხეს რუსებისგან. აი ამ ფრაზაზე შემდგომ უკვე დონალდ ტრამპი საკმაოდ გაცხარდება. During the war, everybody has problems. Even you, but you have nice ocean and don't feel now, but you will feel it in the future. God bless. You don't know that. God bless. God bless. You will not have a war. Don't tell us what we're going to feel. We're trying to solve a problem. Don't tell us what we're going to feel. I'm not telling you. Because you're in no position. ნუ ტრამპი ეუბნება, რომ შენი საქმე არ არის ჩვენ რას ვიგრძნობ, შენ არც იცი ჩვენ რა გვინდა, რა საგარეო პოლიტიკა აქვს შეერთებულ შტატებს. რეალურად ზელენსკიმ მიაყენა რეპუტაციული ზიანი შეერთებული შტატების სიძლიერეს, როდესაც თქვა, რომ მომავალში იგრძნობთ საფრთხეს რუსულსო, ხო? ანუ შეერთებულ შტატებში და კონკრეტულად დონალდ ტრამპი თვლის, რომ შეერთებული შტატები უპირობო ლიდერია მსოფლიოში და ნუ რუსეთი ამ შემთხვევაში საფრთხეს მას ვერ შეუქმნის. და ეს იყო ასე თუ გაცხარების მიზეზი და ნუ მის შემდგომ უკვე დონალდ ტრამპიც ეუბნება, რომ ასეთი საუბარი, ანუ ასეთი პოზიციიდან საუბარი შეერთებულ შტატებთან არის წამგებიანი, როდესაც უკრაინას არანაირი ესეთი კოზირი არ უჭირავს ხელში, რომ ეს კონფლიქტი მის სასარგებლოდ გადაჭრას. To dictate that. That's exactly what you're doing. You're in no position to dictate what we're going to feel. We're going to feel very good. You will feel influence. We're going to feel very good and very strong. You will feel influence. You're right now not in a very good position. You've allowed yourself to be in a very bad position, and he happens to be right about it. From the very beginning of the war. You're not in a good position. ეს არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი, როდესაც დონალდ ტრამპი პირდაპირ ეუბნება, შეიძლება ვთქვათ, მთლიანად სოფლიოს უმეტესობის სათქმელს ზელენსკის, როდესაც ეუბნება, რომ შენ, ასე ვთქვათ, ამ კონფლიქტში უაზროდ ხოცავ მილიონობით ადამიანს უშედეგოდ და მეორე ეს არის უკრაინის კონფლიქტით, ასე ვთქვათ, ესკალაციით
იზრდება მესამე მსოფლიო ომის დაწყების პოტენციალი. ანუ ის ეუბნება შენ ეთამაშები მესამე მსოფლიო ომს, ეს რეალურად ამ რაც არსებობს, რაც დაიწყო ეს ომი 3 წლის განმავლობაში, ეს სადარდებელი აქვს თითქმის ხა არის, მაგრამ ყველა მსოფლიოს თითქმის ყველა მოქალაქის. You don't have the cards right now. With us, you start having cards. Right now, you don't. You're playing cards. You're playing cards. You're gambling with the lives of millions of people. You're gambling with World War III. You're gambling with World War III. And what you're doing is very disrespectful to the country, this country. That's backed you far more than a lot of people said they should have. Have you said thank you once? No, JDVC კვლავ იმეორებს, რომ შენ არ ხარ მადლიერი იმ პრეზიდენტის მიმართ, რომელიც ცდილობს შენი ქვეყნის გადარჩენას და, ну, ასე ვთქვათ, კონტრპრეტენზიებს უყენებს ამ შემთხვევაში უკრაინას ზელენსკის JD Vance. This entire meeting? No, in this entire meeting, have you said thank you? You went to Pennsylvania and campaigned for the opposition in October. ეს იყო კიდევ მორიგი ეპიზოდი გაცხარების, როდესაც ზელენსკი უთხრა თუ თქვენ ხმამაღლა დამელაპარაკებით, გონიათ ამის შედეგს მიაღწევთო, რეალურად უთხრა, რომ თქვენი ტონი ჩემს მიმართ არ მომწონსო. მსგავსი, მოდი დავარქვათ ამას, კადნიერება ოვალურ კაბინეტში შეერთებული შტატების პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ რეალურად არავის უკადრეა, ყოველ შემთხვევაში მე არ მახსენდება, რამაც შემდგომ უკვე მორიგი გამწვავება გამოიწვია პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან. Offer some words of appreciation for the United States of America and the president who's trying to save your country. Please, you think that if you will speak very loudly about the war, you can... He's not speaking loudly. He's not speaking loudly. Your country is in big trouble. Can I Wait a minute. No, you've done a lot of talking. Your country is in big trouble. I know. You're not winning. You're not winning this. You have a damn good chance of coming out okay because of us. Mr. President, we are staying in our country, staying strong from the very beginning of the war. We've been alone, and we are thankful. I said thanks you haven't in been this alone. cabinet, You and haven't not been only alone. in this cabinet. No, აქ დონალდ ტრამპი ახსენებს, ну, რეალურად ასწავლის ჭკუას ზელენსკის, რომ იცოდეს მისი, როგორ გითხრათ, მისი ადგილი, მისი შესაძლებლობები და მისი წონა საერთაშორისო პოლიტიკაში და ის ახსენებს, რომ ჩვენ მოგეცით 350 მილიარდი დოლარის დახმარება, რაც საკმაოდ საეჭვო ციფრია, რაც გულისხმობს 350 მილიარდ დოლარში ტრამპი გაურკვეველია და ახსენებს იმას, რომ, ну, ასე ვთქვათ, ხას უსავს, რომ უკრაინელი მებრძოლები არიან საკმაოდ მამაცები, თუმცა ამერიკული შეიარაღების გარეშე ეს იმამაცე არაფერი იქნებოდა, რომ რო არა ამერიკული შეიარაღება და დახმარება, ეს ომი დაახლოებით ამდენიმე კვირაში morჩებოდა. We gave you, through this stupid president, $350 billion. We gave you military equipment, and you men are brave, but they had to use our military. If you didn't have our military equipment, this war would have been over in 2 weeks. In 3 days, I heard it from Putin. In 3 days, this is something maybe new. Less. In 2 weeks, of course, yes. It's going to be a very hard thing to do business like this. Again, I tell you. Just say thank you. Ну, ტრამპი აქ ამბობს, რომ ძალიან კარგია, რომ ესეთი კამათი წარმოიშვა, იმიტომ რომ ამერიკული საზოგადოება დაინახავს ტყუან მართალს ამ კონფლიქტში, ვინ არის ტყუანი, ვინ არის მართალი. აქ რეალურად გამოჩნდება ის სურვილი შეერთებული შტატების მხრიდან, კონკრეტულად ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, თუ რას სურს ამ შემთხვევაში მას. ეს არის ზოგადად ზელენსკის და უკრაინის პროექტის დაკნინება, რომ ეს რეალურად ტრამპს ამით სურდა, რომ ეჩვენებინა, რომ მისი ადმინისტრაციისთვის საერთოდ არათუ პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს უკრაინა, არამედ მისი ამ კონფლიქტის თავიდან მოშორება უნდა სასწრაფოდ. I said a lot of times to American people. Except that there are disagreements, and let's go litigate those disagreements rather than trying to fight it out in the American media when you're wrong. We know that you're wrong. But you see, I think it's good for the American people to see what's going on. I understand, sir. I think it's very important. That's why I kept this going so long. You have to be thankful. You don't have the cards. You're buried there. Your people are dying. You're running low on...
ნუ აქაც ტრამპს ისევ შემოაქვს ჰუმანიტარული განზომილება კონფლიქტის, რაც JD Vance-მა დაიწყო, რომ უკრაინას აღარ აქვს ადამიანური რესურსი ომის გასაგრძელებლად, რომ ტყვიები, ასე ვთქვათ, კლავს უკრაინელებს, მე ასე ვთქვათ, მინდა ცეცხლის შეწყვეტა და შენ ასე ვთქვათ, ბავშვივით მეჯიუტები, რომ არ მინდა ცეცხლის შეწყვეტა, რაც არის პრაქტიკულად ბავშვური ირაციონალიზმით შეიძლება ახსნათო ეს იგულისხმება. Soldiers, listen, you're running low on soldiers. It would be a damn good thing. And then you tell us, I don't want a ceasefire. I don't want a ceasefire. I want to go, and I wanted this. Look, if you could get a ceasefire right now, I tell you, you take it so the bullets stop flying and your men stop getting killed. Of course, we want to stop the war. But you're saying you don't want a ceasefire. But I said to you, I want a ceasefire. With guarantees. Because you'll get a ceasefire faster than an agreement. Ask our people about ceasefire, what they think. That wasn't with me. For you what that wasn't with me. That was with a guy named Biden. No, აქ ტრამპი ცდილობს საკუთარი თავის გამართლებას, რომ ის უკრაინას ყოველთვის სამართლიანად ეპყრობოდა, რომ ამ შემთხვევაში უნდა აჩვენოს, რომ ის უკრაინის ბედზე ზრუნავდა ყოველთვის და ნუ ახსენებს მისგან მრავალჯერ გაგონილ ფრაზას, რომ ობამა უფრო სუსტი იყო რუსებთან მიმართებაში ვიდრე მე, რადგან ნუ ეს აქ არ ამბობს, მაგრამ ხშირად უთქვამს, რომ ყირიმი ობამას დროს წაიღეს რუსებმა და ობამამ არაფერი გააკეთა, მაგრამ აქ ამბობს ესეთ მრავალჯერ ნათქვამ ფრაზას მისი მხრიდან, რომ ობამამ უკრაინას ზეწრები გაუგზავნა დახმარებისთვის და რომ დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობისას მან გაუგზავნა ჯაველინები, ანუ ანტისატანგო სისტემები კონკრეტული კონფლიქტისთვის. Who was not a smart person. That was with Obama. It was your president. Excuse me. That was with Obama, who gave you sheets, and I gave you javelins. No, აქაც ისე ვიმეორებს, რომ არანაირი კოზირი უკრაინას არ აქვს ამერიკის გარეშე, ხოლო ამერიკელებთან ერთად მათ უკრაინას შეუძლია გარკვეულად ამ კონფლიქტის მეტნაკლებად მის სასარგებლოდ გადაჭრა. ნუ გულისხმობ იმას, რომ ალბათ ტრამპი გულისხმობს, რომ რაღაც კონფლიქტის გაგრძელება არის მეტსხვერპლთან დაკავშირებული და ტერიტორიულ დანაკარგთან. ნუ ესეც ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ მიუთითებს ზელენსკის რა კონფიგურაცია უკრაინის კონფლიქტი. Yes. I gave you the javelins to take out all those tanks. Obama gave you sheets. In fact, the statement is Obama gave sheets and Trump gave javelins. You got to be more thankful. Because let me tell you, you don't have the cards. With us, you have the cards. But without us, you don't have any cards. One more question to Mr. Vice President. I'm sorry. It's going to be a tough deal to make. Because the attitudes have to change. What if Russia breaks ceasefire? What if Russia breaks peace talks? What do we do then? I understand that it's a heated conversation right now. What are you saying? She's asking, what if Russia breaks the ceasefire? What if anything? What if a bomb drops on your head right now? Okay? What if they broke it? I don't know. They broke it with Biden because Biden, they didn't respect him. They didn't respect Obama. They respect me. Let me tell you, Putin went through a hell of a lot with me. He went through a phony witch hunt where they used him and Russia. Russia. You ever hear of that deal? That was a phony Hunter Biden, Joe Biden scam. Hillary Clinton, Shifty Adam Schiff. It was a Democrat scam. And he had to go through that. And he did go through it. We didn't end up in a war. And he went through it. He was accused of all that stuff. He had nothing to do with it. It came out of Hunter Biden's bathroom. It came out of Hunter Biden's bedroom. It was disgusting. And then they said, oh, the laptop from hell was made by Russia. The 51 agents. The whole thing was a scam. And he had to put up with that. He was being accused of all that stuff. All I can say is this. He might have... Donald Trump's უსამენ კითხვას ამოხდება მაშინ თუ კი პუტინი დაარღვევს შეთანხმებას. ნუ ეს მე ნუ ტრამპი დასცინის ახლა ეგრე ყველაფრის ალბათობაა და ზოგადად ყველა ქმედებას შეიძლება აზრი დაიკარგოს, იმიტომ რომ რაღაც ქმედებას ყოველთვის შეიძლება ოყოს სხვა ქმედება, ნუ მილიონი ალბათობა არსებობს ქმედებების გაგრძელების. და აქ რეალურად მას გამოაქვს საკუთარი მოტივები სააშკარაოზე, თუ რატომ სურს და რატომ
არ არის ემოციურად და ჩაბმული და დაინტერესებული უკრაინის კონფლიქტით, რომ ეს არის გარკვეულწილად მისი რევანშისტული განწყობები ჩანს აქედან, რომ ჩემი პირველ პრეზიდენტობიდან აი ეს Russia Gate-ის საქმე, ასე ვთქვათ, შემიკერეს აი უკრაინით დაკავებულმა მაშინდელმა პოლიტიკურმა ისტაბლიშმენტმა და მთელი 4 წელი აი ამ ტყუილში აცხოვრეს ამერიკული საზოგადოება და ჩემს მიმართ იყო ესეთი ნეგატიური დისკურსი წარმოებული, რომელიც ჩემს რეიტინგს შემთხვევაში მის რეიტინგს მაშინ დარტყმას აყენებდა. Broken deals with Obama and Bush, and he might have broken them with Biden. He did, maybe. Maybe he didn't. I don't know what happened. But he didn't break them with me. He wants to make a deal. I don't know if you can make a deal. The problem is, I've empowered you to be a tough guy. And I don't think you'd be a tough guy without the United States. And your people are very brave. ხომ აქ კიდევ მესამეჯერ ახსენებს, რომ ამერიკის გარეშე უკრაინას არ შეუძლია ბრძოლის წარმოება და თუ არ დათანხმდება, ასე ვთქვათ, ტრამპის სურვილებს, ამ შემთხვევაში სამშვიდობო ნარატივის წარმოებას და ცეცხლის შეწყვეტას, მაშინ უკრაინა თავის თავზე იწვნევს ამერიკის მხარდაჭერის გაუქმებას. ნუ ტრამპი ამ შემთხვევაში მართალს ამბობს, იმიტომ რომ არსებობს სტატისტიკა, თუ რა ქვეყნები რამდენით დაეხმარნენ უკრაინას კონფლიქტის განმავლობაში, აი ჩვენ ხედავთ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც სამხედრო, ასევე ფინანსური დახმარების უკრაინის მიმართ ბოლო 3 წლის განმავლობაში გაწია შეერთებულმა შტატებმა, ეს არის დაახლოებით 120 მილიარდი დოლარი, საიდანაც ნახევარზე მეტი არის სამხედრო მხარდაჭერა, ნახევარზე ოდნავ ნაკლები ფინანსური. მხოლოდ ამის ნახევარი, იგივე ფინანსური მხარდაჭერა გაწია ევროკავშირმა, თუმცა ეს თანხები, რომელიც ევროკავშირმა დაამტკიცა, ეს რამდენიმე წელზეა გაწერილი, 52 მილიარდი, ეს რამდენიმე თუ სწორად მახსოვს 4 წელზე იყო გაწერილი და ძირითადად საბიუჯეტო დეფიციტის ამოვსებაზე იყო ორიენტირებული და ნუ ხედავთ ახლა აი ეს ციფრად მონიშნული არის სამხედრო მხარდაჭერა და ნახეთ შედარება შეერთებული შტატების და დანარჩენი ქვეყნების, რომ დავაჯამოთ ყველა დანარჩენი ქვეყნის სამხედრო დახმარება და პრაქტიკულად შეერთებული შტატების დახმარება კიდევ უფრო მეტი გამოდის. თუ ამერიკული სამხედრო დახმარება შეწყდება, მაშინ კონფლიქტის გაგრძელებას უბრალოდ აზრი ეკარგება ამ შემთხვევაში. ზოგადად რო შევაჯამოთ ამ შეხვედრით და ზოგადად ტრამპის мотиваცია რა, რომ აჩვენოს, რომ უკრაინის კონფლიქტი ეს არ არის ამერიკა-რუსეთის კონფლიქტი. და აჩვენოს, რომ ეს არის უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი და თელი პასუხისმგებლობა გადაიტანოს უკრაინა-რუსეთზე. ნუ აი ამ ორ მხარეზე, რომელიც ასე ვთქვათ, უშუალოდ იბრძვიან ფრონტის ხაზზე და თუ ამ კონფლიქტის გადაჭრა უნდა, ასე ვთქვათ, უკრაინული მხარის დაცვა ვინმე სურს, მაშინ ამ პასუხისმგებლობას ასე ვთქვათ, ისვრის ევროპელების მიმართ. და აქაც ნუ რეალურად ეს დისკუსიაც ამაზე მიანიშნებდა, რომ ნუ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს, თუ არა და ასე ვთქვათ, როგორც თვითონ ახსენა, ამერიკული ჩართულობა შეიძლება გახდეს გარდაუვალი, ან პირიქით შემთხვევაში უკრაინას უფრო ასე ვთქვათ, ბუნდოვანი მომავალი ელოდება. ამ შეხვედრის მერე ამერიკულ მედიაში და როგორც სახელმწიფო ადმინისტრაციაში, ასევე მედიაში ძალიან ინტენსიური დისკურსი წავიდა ზელენსკის, როგორც ასე ვთქვათ, ნეგატიური რეიტინგის საწარმოებლად, რომ ყველა ესეთი შაუბნელი და ხასიათება მიაწერეს მას და რეალურად გამოიტანეს სააშკარაოზე ის პრობლემები და ის რეალობა, რაც მაგალითად უკრაინაში არის. ამ შემთხვევაში მე მოვიტან ახალი შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელთან ტულსი გაბარდის ინტერვიუს Fox News-თან, რომელიც აი ხან ჩავთავდა უსმინოთ. Here we're talking about many of these European countries and Zelensky himself, who claimed to be standing and fighting for the cause of freedom and democracy, when we actually look at what's happening
in reality, in these countries, as well as with Zelensky's government in Ukraine, is the exact opposite. You have the canceling of elections in Ukraine. You have political parties being silenced or even criminalized or thrown in prison. You have the freedom of religion, churches being shut down. You have political opposition being silenced. You have total government. მთელი 3 წლის განმავლობაში მედია გვაჯერებდა რომ უკრაინა იბრძვის დემოკრატიული ღირებულებებისთვის, დასავლური ღირებულებებისთვის, თუმცა რეალურად უკრაინაში სიტუაცია სხვაგვარადაა, რომ იქ პოლიტიკური პარტიები აკრძალულია, რომ მედია მონოპოლია, ოპოზიციური მედიები პრაქტიკულად გამქრალია, რომ რელიგიური თავისუფლება შეზღუდულია და მთავარი ეკლესია რაც იყო უკრაინის მის წინააღმდეგ მიდის პოლიტიკური ბრძოლა. Control of the media. We could go down a whole laundry list of issues that are against the values of democracy and freedom. So it really begs the question, as Vice President Vance said again in Munich, it's clear that they're standing against Putin. Obviously, that's clear. But what are they actually really fighting for? And are they aligned with the values that they claim to hold in agreement with us, the values that President Trump and Vice President Vance are standing for? And those are the values of freedom, of peace and true security. ის რომ ეს არ არის ამერიკული ღირებულებები და ასე ვთქვათ უკრაინა მანიპულირებს დასავლეთით, რომ აი ეს დასავლურ ღირებულებებს იცავს, თუმცა ამერიკას სურს თავისუფლება, მშვიდობა და განვითარება, რასაც ამ შემთხვევაში უკრაინის სახელმწიფო არ აკეთებს. იყო ასეთი ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის ტაკერ კარლსონის ტვიტიც, რომელმაც საკმაოდ ეს მკვახე ბრალეულობები წარმოთქვა ზელენსკის მიმართ, რომ მაგალითად უკრაინის სახელმწიფო კლავს ადამიანებს, მათ შორის კლავს ჟურნალისტებს, კიდევ აქვს ნახსენები რომ ასე ვთქვათ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული შეიარაღება უკვალოდ იკარგება უკრაინის სახელმწიფოს მხრიდან და ეს შავ ბაზარზე ხდება შეიარაღება და ეს შეიარაღება ხდება მაგალითად მექსიკური ნარკოკარტელების ხელში, ჰამასის ხელში და სხვა ასეთი ტერორისტულ დაჯგუფებების ხელში. მათ შორის არის ნახსენები სირიაში მოქმედი ტერორისტულ დაჯგუფებები და ასევე კიდევ ერთ ბრალდებას აყენებს რომ ჩვენ არ ვიცით უკრაინელები რას უშვებიან იმ პათოგენებს, რომლებიც არ ვიცი, იწარმოება თუ რა სიტყვა გამოვიყენო, ამერიკულ ბიოლაბორატორიებში, რომელიც მდებარეობს უკრაინის ტერიტორიაზე. ნუ ეს რაც რამე პრეტენზია არსებობდა ზელენსკის მიმართ არამეინსტრიმში, თითქმის ყველაფერი ახსენა ამ შემთხვევაში ტაკერ კარლსონმა. ნუ ეს მიუთითებს ერთ რამეზე ეს დისკურსული რევოლუცია შეერთებულ შტატებში, რომ დღევანდელ სახელმწიფო ადმინისტრაციას სურს ზელენსკის და არა მარტო ზელენსკის, ზოგადად უკრაინის პროექტის გაშავება ამერიკულ საზოგადოებაში, რათა მათ დაუკარგოს мотиваცია და სურვილი, რომ ამერიკამ გააგრძელოს მხარდაჭერა და ნუ აჩვენონ ის, რომ უკრაინის კონფლიქტი რეალურად შეერთებულ შტატების ინტერესებში არ შედის და ნუ პოტენციური ასე ვთქვათ უშედეგობა ამ კონფლიქტით არ არის ამერიკის ბრალეულობა, უბრალოდ ყველაფერი გადაბრალდეს ამ შემთხვევაში უკრაინულ მხარეს. კარგი, ამით ეს თემა ამოვწუროთ. შემდეგი თემა, როგორც გითხარით, ეს იყო აბდულა ოჯალანის საკითხი, მისი განცხადება, უბრალოდ წერილი საკუთარი პარტიის მიმართ ციხიდან. აბდულა ოჯალანი ეს იყო, მოკლედ რო გითხრათ, ქურთა მუშათა პარტიის ლიდერი 1978 წლიდან, როდესაც დაარსდა ეს მოძრაობა, რომლის მიზანი იყო თურქეთში ქურთთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა და მათ ბრძოლა გამოუცხადეს თურქეთის სახელმწიფო თავდაცვის ძალებს. ეს კონფლიქტი საკმაოდ ბრუტალური იყო, რომელიც თითქმის 20 წელი გაგრძელდა და თუ სწორად მახსოვს 40,000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სანამ არ დააკავეს სპეცოპერაციით აბდულა ოჯალანი კენიის ტერიტორიაზე 1999 წელს და 99 წლიდან ის სამარტო საკანი არ ქვია, ნუ კუნძულზე, პატარა კუნძულზე მარტო იხდის სასჯელს, თითქმის უკვე ხო 26 წელია დაწყებული. აბდულა ოჯალანმა
საკუთარ პარტიის წევრებს მიმართა საინტერესო განცხადებით. როგორც გითხარით, მან მოუწოდა საკუთარ მებრძოლებს, თანამებრძოლებს, რომ დაყარონ იარაღი და ასე ვთქვათ, დაიშალონ ორგანიზაცია, როგორც გასამხედროებული ორგანიზაცია დაიშალოს და მაგალითად ის ხსნის თუ რატო უნდა მოხდეს ასე, რატო გადაწყვიტა ამ მომენტში ასე, რომ ის ამბობს, რომ PKK-ს შექმნა თავის დროზე განაპირობა იმ დროის ეპოქამ, რომ ეს ჯერ კიდევ ცივი ომის ეპოქა იყო, რომ არსებობდა, ასე ვთქვათ, სოციალისტური მხარე, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი, ხო, PKK მუშათა პარტია აფილირებული იყო მარქსისტულ მოძრაობასთან, შესაბამისად საბჭოთა ბლოკთან, რომ ეს გარემოება არსებობდა, იყო, ასე ვთქვათ, ზურგი ძალები, რითაც შეიძლებოდა PKK-ს ებრძოლა მაშინ, რომ ასე ვთქვათ, ხო, ეს ცივი ომის ეპოქა ვახსენე. და რაც თავარია იმ პერიოდში იყო საკმაოდ მკაცრი რეპრესიები ქურთული ეთნოსის მიმართ, ქურთული ადამიანის უფლებების და თავისუფლებების მიმართ და გამოხატვის თავისუფლებების მიმართ. რომ რეალურად დღეს ისეთივე სიტუაცია დღეს აღარ არისო და დღევანდელ ეპოქაში ესეთი გასამხედროებული წინააღმდეგობა აზრს კარგავსო, რეალურად ამას გულისხმობს ოჯალანი. მაგალითად ის აგრძელებს თხოვსო დაყარონ იარაღი PKK-ს მებრძოლებმა. ხო, რეალურად ის ქურთა მუშათა პარტიას თავაზობს ასეთ რამეს, რომ ისინი ჩაერთონ თურქულ დემოკრატიულ პროცესში და პარტიული ბრძოლა, ასე ვთქვათ, დემოკრატიული ბრძოლა აწარმოონ შიგნით თურქეთში ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გარეშე და ამით დაიცვან მათ ქურთების უფლებები და თავისუფლებები და გამოხატვის უფლებები. ანუ მათ გამოიყენონ დემოკრატიული მეთოდები. ანუ როგორც ვახსენე, ჩაერთონ პარტიულ საქმიანობაში, ქურთებს აქვს საკუთარი პარტია, დემოკრატიული პარტია ეწოდება და ეს დემოკრატიული პარტია გახდეს, მოდი ასე ვთქვათ, წამყვანი ძალა ქურთების თურქულ სახელმწიფოში. ახსენებს, რომ არ არსებობს ალტერნატივა დემოკრატიისთვის და მხოლოდ დემოკრატიაში შეიძლება თვითგამოხატვა. და ესე დემოკრატიული კონსენსუსი არის ფუნდამენტალური გზა განვითარებისთვის. ერთ ცოტა ოჯალანის მხრიდან ასეთი განცხადებები ცოტა უცნაურია. და რა შეიძლება იყოს ამ მოვლენების უკან. მე ვარაუდობ, რომ სირიაში არის ესეთი ჩიხი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, არაბულ ნაწილში მოვიდა თურქეთის ინტერესებს დაქვემდებარებული ძალა, ეგრეთ წოდებული ჰაიათ დაჰრირ ალ-შამის ტერორისტული ორგანიზაცია ჰაიათ დაჰრირ ალ-შამის ხელისუფლებაში, გარდამავალ ხელისუფლებაში და მისი ლიდერი მუჰამედ ალ-ჯულანი და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არის ქურთული მმართველობა, იქ მართავს ეგრეთ წოდებული სახალხო ძალის შენაერთები, რომელიც არის PKK-ს, თურქეთში ქურთა მუშათა პარტიის განაყოფი სირიაში. რეალურად რაღაც მომავალში გარდაუვალია დაპირისპირება ალ-ჯულანის ძალებსა და ქურთებს შორის, რომელსაც ასევე თურქეთიც ებრძვის სირიის ტერიტორიაზე. ასევე ამას მიანიშნებს ისიც, რომ ქურთების პოზიციები სირიაში შესუსტებულია იმ გაგებით, პოლიტიკური პოზიციები შესუსტებულია, რადგან უკვე შეერთებული შტატების დღის წესრიგში დგას ამერიკული სამხედრო ბაზების გაყვანა სირიის ამ ტერიტორიიდან, შესაბამისად თუ ეს მოხდა, მაშინ ქურთები აბსოლუტურად დაუცველები ხდებიან სირიაში და გარდაუვალი ხდება ალ-ჯულანისა და თურქების შეიძლება ერთდროული ოპერაცია ამ ტერიტორიების დასაკავებლად არ უბრალოდ საკუთარ პოლიტიკურ დაქვემდებარებაში გადასაყვანად. ამ შემთხვევაში ოჯალანის ამ განცხადებით, რომელიც შეიძლება იყოს დაძალებული ხა მასთან ალბათ მუშაობენ თურქი წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, ძალოვანები და ასე შემდეგ და მას სურს PKK-ს წინააღმდეგობის განეიტრალება თუ ეს კონფლიქტი მოხდა სირიაში. იმიტომ რომ თუ სირიაში ეს კონფლიქტი მოხდა ქურთებსა და ალ-ჯულანის ძალებსა და თურქებს შორის, მაშინ გარდაუვლად PKK დაეხმარება სირიელ ქურთებს და სურს რომ ეს დახმარების რესურსი ჩახსნას სირიული ქურთებისთვის PKK-ს მხრიდან.
თვითონ PKK-ს მებრძოლებისგან მოყვა გამოხმაურება, მათ თქვეს, რომ ჩვენ შევწყვეთ ცეცხლს, თავს აღარ დავესხმებით თურქეთის სახელმწიფო თავდაცვის ძალებს, თუმცა არ დავყვეთ დიარაღს და არ შევწყვეთ, მოდი ასე ვთქვათ, ორგანიზაციულ არსებობას. ანუ რაღაც ნაწილობრივ დაეთანხნენ მათი ლიდერის აბდულლა ოჯალანის ამ მოთხოვნას. დღევანდელი მესამე თემა არის საკმაოდ საინტერესო საკითხი, ეს არის სირიის სამხრეთში მიმდინარე მოვლენები. მოგეხსენებათ, ალ-ჯულანის მმართველობა არის სუნიტურ ჯიჰადის იდეოლოგიაზე დაფუძნებული. სუნიტური ჯიჰადი ეს არის აბსოლუტურად ექსკლუზიური იდეოლოგია, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ მრავალფეროვნებას და რამდენიმე დღის წინ ალ-ჯულანი გამოვიდა და ქვეყნის რელიგიურ უმცირესობებს უწოდა ურწმუნოები. Ну, რეალურად ეს არის ლეგიტიმაცია მათ რეპრესიებისთვის და მათი, ასე ვთქვათ, თუ რაღაც არ იქნება ხოცვა-ჟლეტვა, იქნება ეთნოწმენდის სურვილი, ძირითადად მიემართებოდა ეს პრეტენზიები ალავიტ შიიტებს სირიის დასავლეთ ნაწილში, ლატაკიასა და ტარტუს რეგიონებში და ნაწილობრივ მიემართებოდა ქვეყნის სამხრეთში ცხოვრებ დრუზ არაბებს. Ну, დრუზები სანახევროდ ეს არის ისლამური სექტად მოიაზრება, თუმცა ზოგი არ ცვლის ისლამად დრუზების სარწმუნოებას და დრუზებმა დაიწყეს, ასე ვთქვათ, მობილიზაცია დამასკოში არსებული ჯულანის ხელისუფლების მიმართ და ერთ-ერთ რეგიონში, სუეიდას გუბერნიაში შეიქმნა სამხედრო საბჭო, რომელიც სამხედრო წინააღმდეგობას გაუწევს ალ-ჯულანის რეპრესიებს ეთნიკური უმცირესობების მიმართ. თუმცა ესე ნაიურად შევხედოთ ამ მოვლენებს, სუეიდას სამხედრო საბჭო შეიძლება იყოს ისრაელის პროექტი და რატომ შეიძლება ეს ასე იყოს? რამდენიმე დღის წინ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ სირიის ამჟამინდელ ხელისუფლებას მოთხოვა, რომ ის სამი გუბერნია, რომელიც არის დრუზებით დასახლებული, უпростоრად ორია დასახლებული, ქუნეითრა და ალ-სუეიდა, დარაში ნაწილობრივ ცხოვრობენ, ეს არის სირიის სამხრეთში პატარა, როგორც რუკაზე ხედავთ, პატარა სამი რეგიონი. ეს არის ძირითადად დრუზებით განსახლებული რეგიონი. ამ სამ რეგიონში არ უნდა მოხდეს არანაირი ალ-ჯულანის ძალების სამხედროების განლაგება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისრაელი მიიტანს თავდასხმებს, ავიათავდასხმებს მათ ძალებზე. ანუ ისრაელი ცდილობს, რომ შექმნას ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონა დამასკოსთან. ეს არის რამდენი დაახლოებით 50-60 კილომეტრიანი ბუფერული ზონა დამასკოდან და როგორც გითხრათ, თუ მაგალითად იქ არ იქნება სირიული ძალები, მუჰამედ ალ-ჯულანის ძალები, ეს იქნება რაღაც თავისუფალ პოლიტიკურ სივრცედ ყალიბდება, სადაც ვინ იქნება პოლიტიკურ მმართველობაში გაურკვეველია და სავარაუდოდ ისრაელის სურვილია, რომ შექმნას ეს დრუზების ავტონომიური მმართველობები, რომლებიც დრუზებიც არ არის ერთფეროვანი ხალხი ისრაელთან მიმართებაში, ზოგი დრუზი თანახმა ისრაელთან თანამშრომლობის, ზოგი არ არის თანახმა, ზოგი დრუზი თანახმა არის ჯულანთან ურთიერთობებში, ზოგი არა. მოკლედ ეს დამოკიდებულია ვინ დაიწყებს პოლიტიკურ მოძრაობებს. თუ ეხლა ცოტა ჩვენ შორს ავიხედებით, აი ამ სამი გუბერნიის ტერიტორია, ქუნეითრა, დარასა და სუეიდას ტერიტორია, ისრაელისთვის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი მომავალში იმ გაგებით, რომ თანამედროვე ისრაელის ძირითადი მოტივი ეს არის პალესტინური სახელმწიფოს იდეის საბოლოოდ გაქრობა. ამ სახელმწიფოს იდეის საბოლოოდ გაქრობა სჭირდება პალესტინელი ხალხის როგორც ასეთის ამ ტერიტორიებიდან გაქრობა. ჩვენ ნახეთ სანახევროდ გენოციდური პროექტი ღაზაში, გარკვეული სამხედრო მოქმედებები დასავლეთ სანაპიროზე და ჩვენ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში გვესმის, რომ უნდა მოხდეს განსახლება ღაზიდან პალესტინელების, თხოვენ ეგვიპტეს და იორდანიას ამ პალესტინელების მიღების, თუმცა ეს ორი ქვეყანა, ეგვიპტე განსაკუთრებით კატეგორიულად წინააღმდეგია, ამას საკუთარი პოლიტიკური მიზეზები აქვს, ამას ახლა არ ჩავშლი. თუმცა შეიძლება სამომავლოდ ეს ტერიტორია, არაბებით დასახლებული ეს ტერიტორია ისრაელმა გამოიყენოს პალესტინელთა განსახლებისთვის და მან ღაზიდან და
დასავლეთ სანაპიროდან პალესტინელთა ეთნოწმენდა მოაწყვეს სწორედ ამ ტერიტორიაზე. ანუ ეს მე უბრალოდ სპეკულირებ, რაღაც манипуляციურ სცენარს ხატავ, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ბუფერული ზონით შეიძლება არ შემოიფარგლოს ისრაელი სამომავლოდ. ნუ არსებობს მოსაზრება, რომ ისრაელს სურს, რომ პირდაპირ სახმელეთო ჯაჭვი ქონდეს ქურთები დასახლებულ ტერიტორიებთან. ქურთები დასახლებულ ტერიტორიები არის ჩრდილოეთ აღმოსავლეთში ჰასაკა, დერეზურის რეგიონი და მეტნაკლებად რაქას რეგიონი და ნუ ეს ხომსის გადაჭრა, ასე ვთქვათ, ტერიტორიული გადაჭრა და შეერთება შეიძლება სურდეს ისრაელს. თუმცა აქ არის წინააღმდეგობა, იქნება წინააღმდეგობა, იმიტომ რომ ისრაელის და ქურთების თანამეზობლობა და ასე ვთქვათ, უკვე უშუალო გადაჯაჭვულობა არის წინააღმდეგობაში მოდის თურქული ინტერესის, ერაყული ინტერესის და თავარი ირანული ინტერესის და აი ეს ქვეყნები ხელშეუშლიან იმას, რომ ასე ვთქვათ, ისრაელმა მოახდინოს ქურთებთან პირდაპირ კავშირი. ნუ ქურთები მოიაზრებიან, ისრაელი მოიაზრებს ქურთებს საკუთარ მოკავშირედ, იმიტომ რომ ესეც არის რეგიონული პოლიტიკის ნაწილი, ქურთული სეპარატიზმის გაძლიერებით ისრაელი ძირს უთხრის სირიის, ერაყის, ირანის და თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას და შიდა სტაბილურობას, ამიტომ ერთი გასროლით, რასაც ქვია ქურთების საკითხის, ისრაელი რამდენიმე ჩიტს კლავს, შეიძლება ასე ვთქვათ. ამიტომ ეს ორი ხალხი, ებრაელები და ქურთები, შემთხვევაში ამ პოლიტიკური ინტერესით არიან გადაჯაჭვულები. ნუ ეს იციან ამ ქვეყნის წარმომადგენლება, ამ შემთხვევაში ერაყმა, ირანმა, თურქეთმა და სირიამაც, ნუ სირია დასუსტებულია და წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია, თუმცა დანარჩენმა ქვეყნებმა ეს იციან და კატეგორიულად მიუღებელი იქნება, რომ ისრაელის ტერიტორიული გაფართოება მოხდეს აი ამ ევფრატის აღმოსავლეთ ტერიტორიებამდე რუკაზე, რასაც ხედავთ, დერეზურის, რაქას და ჰასაკას ქურთებით დასახლებულ ტერიტორიებამდე. მოკლედ, დღეისათვის ეს სულ ეს იყო ეს სამი თემა განვიხილეთ. მომავალში კიდევ შევარჩევ რამდენიმე თემას, რომელიც იქნება საინტერესო. მანამდე კი მე შეგახსენებთ, რომ დალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ეს არხი და მონიშნოთ ზარიზღილაკი, რადგან მომავალში არ გამოგჩეთ ჩემი ბლოგები და ერთად, ასე ვთქვათ, მივყვეთ გლობალურ პროცესებს. დროებით.